ბატირის ქვილი ვირი და კატა. აი მთელი ქონება. რადმეტის რგვილმე სამშვილს დაუდო. ძმებმა ქონება გაინაწილეს და ყველა ჯამთროს მხოლოდ კატა დარჩა. დაღონდა ბიჭი. რამე შელებაო? კატამ გაიგონა და უთხრა: მხოლოდ ერთი სანთა მომეჩი. ერთი ჩექმა და ბეჭ ეჭევიო. ბიჭამ შეუშრულა შურვილები. კატამ აიღო სანთა და ტყეში წავიდა. ეს ტყე მეფის საკუთრება იყო. არავის შეეძლო აქ ნადირობა. კატამ აიღო კომბოს და სანთაში ჩადო და თვითონ მინდორში წამოჭვა და თავი მოიმკვდარულა. უთბად ბუჩქებიდან ბატია გადმოხდა. სანთაში შეძრა და კომბოსს წამა დაიწყო. კატამ დასტაცა სანთას ხელი და მეფესთან მივიდა. მეფეო, ეს ბატია შენ ტყეში დავიჭირე. თელმა ბატონმა მარყის დეკარაბა დამავალა, რო თქვენთვის მომეტანა. შენ ბატონ მადლობა უთხარი. პასუხა მეფე. 4 თუ 5 მივიდა კატა და მეფე უკვე დაინტერესდა. ეს მარყის დეკარაბა ვინ არის? კატამ გაიგო, მეფის ბლომადეში შვილი დინარი პირას აპირებს ზეინობაჩო. გაიგდა თავის პატრონთან და უთხრა: დამიჯერე, სადაც მე გეტყვი, იქ იცურავეო. მარყის დეკარაბა წყალში შეჩურა. კატამ კი ყვირილი დაიწყო. მიჩველეთ, დაგვეხმარეთ, მარყის დეკარაბა იხცობა. ამ ყვირილზე მეფემ თავი გამოყო ეტლიდან და მჩვენებითრა. სატრაფოდ დაეხმარეთო. კატა მივიდა მეფესთან. მეფეო, სანამ ჩემი ბატონი ვანაობდა, დასაჩველი მოპარეთო და შევტიტრიკანაო. მაგრამ თურმე ეს მაგ კატაში დასაჩველი თვითონ დამვალავს. მეფემ ჩველებ უთხრა: ჩემი საუკეთესო დასაჩველი მარყის დეკარაბას მიეთითო. მეფე ასულს ახალგაზრდა მარკიზი მოეწონა და გააგიზებით შეუყვანა. მარყის დეკარაბასთან ერთად ეტლით შეინობა მოუნდა. გახარებული კატა წინ გაიქცა და გლეხებს შეუნებოდა. თუ ვინმე იკითხავს, ვისია ის მინდვრები, უპასუხეთ მარყის დეკარაბაში, თორე თავებს ვაგაჭრითო. მეფემ ჩამოიარა და გლეხებს კითხა: ვისია ის მინდვრები? მარყის დეკარაბაზე. დიდებული მამული ქონიათ, უთხრა მეფემ. ბოლოს ეს ვაკე კატა ერთ ციხეს სიმაგრეს მიადგა. მისი პატრონი კაცი ჭამია, დევი იყო. კატამ დებთან მივიდა და უთხრა: ქონი ამბობენ, ყველა ცხოველის სახეს შეგიძლიათ რომ მიიღოთ. აბა თუ მაგარი ხარ, დაგვაც დადაიქეცი. დევი დადაიქცა დაგვა, კატასაც მეტი რა უნდა. ეჩადა და შეჭამა. ამ დროს სასახლებთან მეფის ეტლი გაჩერდა. მეფეს კატა შეეგება. მეფეო, კათილი იყო თქვენი მობდანება მარყის დეკარაბაში სასახლეში. როგორ ბატონო ვარკიდო? შეჭახა მეფემ. ეს სასახლე თქვენია? ისინი გარბაში შევიდნენ, სადაც დიდი სუფრა იყო გაშლილი. თუმე დევი
სტუმრებს შელოდებოდა. მეფე აღტაცებული იყო. ბატონო მარკიზო, გინდათ ჩვენი შიდე გახდე. მარკიზმა მადლობა გადაუხადა. მასზე შეყვარებული მეფის ასული ცოლად შეირთო. ატა დარბაისელი გახდა. რათა მხოლოდ გასართობად თუ გააკეთებოდა.